მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მე ვარ აზორებალი, ხოლო დღეს ჩვენ ამ ვიდეოში ვითამაშებთ ქართულ Cize Brainots. არ მოგესმათ ქართული. ვისაც თამაში მოგინდებათ, თამაშის ლინკს დავუტოვებ აღწერაში და თხოვნა იქნება ვინ შეხვალთ დაალაიქოთ. ასევე მეგობრებო, როგორც ხედავთ, სერვერზე არის ჩემ გარდა 3 ადამიანი და რატომ არის ახლა 3 ადამიანი? იმიტომ რომ მეგობრებო, მალე ამ თამაში ჩატარდება ადმინაბიუსი და ამ თამაშის მფლობელი მე ვარ. რაც კი იმას ნიშნავს, რომ ამ ვიდეოში გადავიღებ თუ როგორ ვატარებ ჩემ თამაში ადმინაბიუსს. სანამ ვიდეო დაიწყება მეგობრებო, ჩემი დიდი თხოვნა იქნება რომ დაალაიქოთ, გამოიწვევოთ ჩემი არხი და რაც ყველაზე მთავარი გააქტიუროთ არის ღილაკი. ასევე მეგობრებო, მადლობა სულ ყველას, რადგანაც Discord სერვერზე ავედით 67 წევრზე. მაგრამ მეგობრებო, ცუდი იქნება თუ სულ 67 წევრზე დავრჩით, ამიტომაც თხოვნა იქნება რომ გადადით ასევე ჩემ Discord სერვერზე, რომლის ლინკსაც დავტოვებ აღწერაში. წინასწარ სულ ყველას მადლობა, ვინც შევა ჩემ Discord სერვერზე. ასევე მეგობრებო, ვიდეო დასპონსორებულია Roblox-ის თამაშის კლიკმასტერების მიერ. ეს არის თამაში, სადაც აჭერთ პეტებს აგროვებთ და თავიდან დაბადების სისტემას იყენებთ. მოკლედ, ძალიან გასართობი თამაშია და მომავალშიც ძალიან ბევრი მაგარი რაღაც დაემატება თამაში. ამ თამაშის ლინკსაც დავტოვებ აღწერაში და თხოვნა იქნება რომ გადადით. მადლობა სულ ყველას, ვინც ამ ადამიანის თამაში გადავა. ამით თქვენ მე ძალიან დამეხმარებით. თხოვნა ასევე ამ ვიდეოს ბოლომდე უყუროთ, რადგანაც ამ ვიდეოს ბოლოში გამოვლინდება გამარჯვებული აი ამ გათამაშების. ასევე მეგობრებო, მინდა გითხრათ რაღაცა, ვისაც გინდოდათ რომ ამ გათამაშებაში მოგეგოთ ის 500 რობუქსი, გული არ დაიწყვიტოთ, რადგანაც მომავალშიც დაიდება სხვა გათამაშებები და მომავალში გულისხმობ ახლო მომავალს. ორ კვირაში მეგობრებო დაიდება ვიდეო, სადაც ვიტყვი თუ როგორ უნდა მოიგოთ 2 ცალი დრაგონ კამელონი და როცა დრაგონ კამელონს გავათამაშებ, მაგის შემდეგ გათამაშებისთვის გეგმავ რომ გავათამაშო ისევ 500 რობუქსი. როგორც წინა გათამაშების ვიდეოში ვთქვი, დღევანდელ ვიდეოში მე არ ვეძლევი 500 რობუქსს. 500 რობუქსს იძლევა ჩესნაითი, ანუ კილერა. თუ ამ ვიდეოს უყურებს, მინდა მადლობა გადაუხადო, რომ ჩემ თამაშში გამითამაშა 500 რობუქსი. და სწორედაც ამ ადმინაბიუსში მაგის საპატივცემულო ევენთი ჩატარდება. მოდი ახლა დავიწყოთ დახასიათება ჩვენი ადმინაბიუსის, თუ რას ვაპირებთ დღეს ამ ადმინაბიუსში. პირველ რიგში რასაც ვაპირებ არის ის, რომ ჩავრთო ყველა ევენთი, მათ შორის ახალიც, რომელსაც ვიდეოში ნახავთ თუ როგორ გამოიყურება ახალი ევენთი. შემდეგი რამ რასაც ვაპირებ არის ის, რომ ჩავრთო 7x იღბალი. შემდეგ რა თქმა უნდა აგალინებს ვასპრაუნებ, ანუ სიკრეტებს. შემდეგ ვაღებ ბაზას, სადაც ისევ ჩუქნი ბრეინოტებს მოთამაშეებს. ნუ წესით შემადმინსაც უნდა გაიღო ბაზა, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ისე რომ დაედო მას ერთდღიანი ბანი და ვერ შემოვა ამ ადმინაბიუსზე. და მეგობრებო, დანარჩენს ნახავთ ვიდეოში თუ რას დავაპირებ დღევანდელ ადმინაბიუსში. თქვენ კი მანამდე ლაიქი და გამოწერები არ დაიშუროთ და მოდი ახლა დავიწყოთ ჩვენი აბიუსით. ჩვენი ადმინაბიუსი დაიწყო იმით, რომ გამოვაცხადეთ ის, რომ ჩვენი ბაზა იყო ღია და შეეძლოთ რომ ყველას ჩვენი ბრეინოტები აიღოთ უფასოდ. რა თქმა უნდა, შემდეგ ადმინაბიუსიც ასე იქნება, დაიწყება იმით, რომ მე გავაღებ ბაზას. ყოველ შაბათს იქნება ხოლმე ადმინაბიუსები, ამიტომაც არ გამოტოვოთ. იმის შემდეგ რაც ბაზა გავაღე, დავასპაუნე დაიმონდის აგალინი და ასევე დავამატე სისტემა, რომელიც მოთამაშეებს აძლევთ $1 მილიონ ყოველ წამს. სადაც უნდა იყვნენ ყოველ 1 წამს მოემატებათ $1. ნუ ეს დიდრებისთვის დიდი არაფერი არ არის, მაგრამ ახლებისთვის ძალიან დიდი რაღაცა არის, რადგანაც ფული ძალიან საჭირო რაღაცაა ამ თამაში ახლებისთვის. მაგის შემდეგ გავააქტიურეთ 7x იღბალი და დავიწყეთ ევენთების ჩართვა. დავიწყეთ დისკოთი და ვაპირებდით რომ ჩაგვერთო gold ევენთი და ეგრეც მოხდა. ჯერ ვიწყებთ ბანძი ევენთებით და მე ნელ-ნელა უმაღლეს ევენთებზე ავდივართ და მათ შორის შედის უახლესი ევენთი, ჩეს ევენთი. ვისაც თამაში არ უთამაშია, რამე გეტყვით რომ გოლდი ასე გამოიყურება. ასევე მეგობრებო, წესით ჩესი უნდა შემოსულიყო, მაგრამ დააგვიანდა მაგას, მაგრამ რაც თავარია შემოვიდა მაინც და დაიწყო მაგანას ადმინაბიუსი.
შემდეგ დავასპაუნე აგალინის ერთ-ერთი უძლიერესი ვერსია, დაიმონდის და ჩესის მუტაციის ნარევი. რო რამე მეგობრებო, ჩესი არის ჩემი მოგონილი მუტაციის ვარიანტი და იცოდეთ. და როგორც კი დავასპაუნე, ეგრევე იყიდა ვიღაცამ. შემდეგ სერვერზე ვინებიც იყვნენ, იმათ მივეცი ფრენა სამუდამო. შემდეგ გავთიშეთ Gold event-ი და გადავწყვიტეთ, რომ ჩაგვერთო Diamond-ის event-ი, რომელიც Gold-ზე ცოტა უკეთესი არის. შემდეგ გამოვიყენე ტანკის კომანდი და ყველა ტანკებად ვაქციე. შემდეგ თელსევერს მივეცი 50 სპიდი. შემდეგ კი ჩავრთე event-ი, რომელსაც ძალიან ბევრი ელოდებოდით. უახლესი ჩეს event-ი, რომელიც ამატებს შანსს, რომ გაჩნდეს ჩესის მუტაცია. აი მეგობრებო, მე თუ მკითხავთ, ძალიან ლამაზად გამოიყურება ეს ახალი event-ი. შეგიძლიათ დააკვირდეთ და დააკომენტაროთ თქვენი აზრი თუ როგორ მოგწონთ ეს ახალი event-ი. როგორც ხედავთ, უკვე დაიწყო მეტი ჩეს მუტაციების დასპაუნება ამ event-მა. ჩემ თამაში ამ მომენტში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ბაზა აქვს ამ ადამიანს, რადგანაც აგალინის უძლიერესი მუტაცია აქვს და აგალინზე ძლიერი ბეიოტი ჯერ არ არსებობს. საღოლ ჰაკებოის ნამდვილი OG არის ამ თამაში და მოდი გავაგრძელოთ ახლა. ამის შემდეგ მოთამაშეებს, ვისაც ბაზის შეღება უნდა და დაუწყე ბაზის შეღება უფასოდ. მაგალითად ამ ადამიანს, ვისაც ახლა ბაზას უღება უნდა და შავფრად შეღება, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ შემეღება შავად. ასე გამოიყურება შედეგი, დამიწერეთ კომენტარებში თუ როგორ მოგწონთ და მოდი ახლა გადავიდეთ ისევ admin abuse-ზე. 3 წამში სიკრეტი დასპაუნდება 3, 2 და 1, ასე გამოიყურება და ეგრევე იყიდეს. ამის შემდეგ მთელი სერვერის დაბომბვა გადავწყვიტე და გამოვიყენე ნიუკი. თქვენ რა დაბომბვა საკმარის გეგონათ? არა, დაგეცეთ მე. შემდეგ მივეცი ქუდის აქსესუარი მთელ სერვერს, როგორც ჯილდო რა. გვირგვინი არის პიქსელ სტილში და ეს არის ჯილდო იმათვის, ვინც შემოვიდა და დაესწრო დღევანდელ admin abuse-ს. კაროჩე admin abuse-ი მაქვს, სუფრასმა გამართული დაჯდებით აქ, დაელოდებით რამე ბრეინოტს, მოვა მაგიდასთან და წაიღებთ. კაია ცხოვრება. ამათ გონიათ რომ გადავა და ახლა ოქროს აგალინს დავასპაუნებ აგერ ჩუმად. უი, მაინც შეამჩნიეს და წაიღეს. ცოტა მოვიწყინე და გადავწყვიტე თამაში ისევ დამებომბა და ამჯერად ახლა შხოიდან განახებთ თუ როგორ გამოიყურება თამაშის დაბომბვა. დააწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ამ აფეთქების VFX-ზე, 10-დან რამდენს დაუწერდით და მოდი ახლა გავაგრძელოთ ჩვენი abuse-ის განხილვა. ჩესნაიტი შემოვიდა და ძალიან დააგვიანდა, მაგრამ ახლა ეგ გააგრძელებს თავის admin abuse ამ თამაში. ცუდი იდეა იყო ბიჭო. ტიპი ჩემზე მეც აფეთქებს. კაი, შენ თამაში საკმაისად გამინადგურე და შენ დასჯის დრო მოვიდა. ეხლა აქ ვინც თამაშობს ყველა გადაწყვეტს დაგსაჯონ თუ არა. დაიწყო მეგობრებო გამოკითხვა დაისაჯოს თუ არა ჩესი და მე ვიჩევ კის დაერხა მაგას. და ვნახოთ აბა რას აიჩევს სხვები. პასუხი მოვიდა და შენ დასჯის დროც მოვი. ძმა, არა რატო აიჩიეთ? კი უნდა აგერჩიათ, ეგრე მეგონა რომ ვიღაცა კის აიჩევდა. კარგით მეგობრებო, წესი თქვენ უნდა აგერჩიათ და ჩესნაიტი სასწაულად გადამიჩა ჩემ დასჯას. სამწუხაროდ ჩესნაიტს უდანაშაულოდ უცნო. სულ ეს იყო მეგობრებო, დასრულდა admin abuse-ი, მაგრამ ვიდეო ჯერ არ დასრულებულა. დადგა დრო რომ გამოვავლინოთ 500 რობუქსის გამარჯვებულები, ვინც გაიმარჯვა გათამაშებაში. ნუ ვინც ვერ მოიგო, გული არ დაიწყდოთ, რადგანაც ყოველთვის გავათამაშებ ხოლმე რაღაცას, ოდესაც შანსი მექნება. მომავალში შევეცდები რომ ცოტა უფრო მეტი რაღაცა გავათამაშო ხოლმე. და ორ კვირაში იმართება ახალი გათამაშება, 2 ცალი დრაგონი თამაშდება Plants vs Brainrot-ში. ასევე მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ რომ დაალაიქოთ, გამოიწევოთ ჩემი არხი და აწყვაზო მთავარი გააქტოროთ ზაის ღილაკი. თხოვნა იქნება ასევე რომ Discord-ზე შემოხვიდეთ, წევრებით თქვენ მე ძალიან დამეხმარებით. ასევე მეგობრებო, დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს ვიდეო დასპონსორებული არის კლიკმასტერების მიერ გასართობი თამაში, სადაც თამაშობთ კლიკებზე და ძლიერდებით. თხოვნა იქნება ვინც ამ ვიდეოს უყურებს გადავიდეს კლიკმასტერების თამაში, ამით თქვენ მე ძალიან დამეხმარებით და მეგობრებო, დადგა დრო რომ გამოვაცხადოთ გამარჯვებული ამ გათამაშების.
ხალბატონებო და ბატონებო, სანამ გამოვაცხადებ გამარჯვებულს, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ამ ვიდეოს უყურებდა და თან ადვინაბიუს ერთვებოდა. თქვენ რო არა, ეს თამაში არ იარსებებდა. დასაფასებელია მართლა და დადგა ნანატრი დრო, რომ გამოვაცხადოთ ის 5 გამარჯვებული, რომლებაც მოიგეს 500 რობუქსის გათამაშება. დავიწყოთ მეგობრებო, მე-5 ადგილით. და მე-5 ადგილს იკავებს უზერის სახელად 50 ლარი. ვულოცავ 50 ლარს გამარჯვებას, წარმატებას უსურებ და იმედი მაქვს შემდეგ გათამაშებასაც მოიგებს თუ ასე ეცდება რომ მოიგოს. მე-4 ადგილას გავიდა უზერის სახელად ჰაკებოი 1-2-3-4-5. ვულოცავ მასაც გამარჯვებას, ვუსურებ მას ცხოვრებაში წარმატებას და ისე ზოგადად იღბაშიც. მე-3 ადგილას გავიდა ადამიანი, რომელიც მთელი კვირა ცდილობდა რომ ტოპ 5-ში მაინც ყოფილიყო. ეს ადამიანი არის გიუშა, ვულოცავ, წარმატებებს უსურებ და მადლობას ვუხდი რომ ჩაერთო და იშრო მამდენი. გადავედით უკვე მეორე ადგილოსანზე, ადამიანი, რომელიც ყველა დროის ყველაზე მდიდარი მოთამაშეა ალბათ ჩემ თამაში. და ეს ადამიანი არის ჯემალა. ნუ ეგრე აწერია. გილოცავ ჯემალა, შენს გაიმარჯვე და დაჟე მეორე ადგილოსანი ხარ. წარმატებას გისურვებ შენს ცხოვრებაში, რა თქმა უნდა. და შენს გიხდი მადლობას რომ ჩაერთვე გათამაშებაში. დადგა უკვე პირველი ადგილოსანის დრო. პირველ ადგილას გავიდა ადამიანი, რომელსაც თელი გულით ვენდობი. თან ისე ვენდობი ტიპს რომ სერვერის ქოუნერად დავნიშნე და თვითონ ამ თამაშის ადმინადაც. ადამიანი ვიზეც ვლაპარაკობ, აწერია ციდი. ციდ გილოცავ გამარჯვებას, წარმატებას გისურვებ შენს. მადლობა რომ ასე თუ ისე შენს ჩაერთვე გათამაშებაში. ნუ მოთამაშეებსაც ეხმარებოდი, მაგრამ კაია ეგრეს ასაკეთებდი და გისურვებ შენს წარმატებას. მაგრამ მეგობრებო, მოვიდა დრო რომ დასრულდეს ვიდეო. დღეისათვის ეს იყო. თუ მოგეწონათ აუცილებლად დაალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, თქვენთან იყო რაზორებალი და დროებით.